მოგესალმებით მეგობრებო. მე გახლავართ ლუკას აჩხერიდან და რა თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ დღეს ჩემო YouTube არხის მსმენელო და მაყურებლებო. უკვე მოგეხსენებათ შემოდგომაში ვართ შესულები კარგად უკვე. ზამთრისკენაც მივიწევთ. თაში ჩამოთავა უკვე. ფუდკასტ ესაჭიროება სითბო, დათბუნვა და მე გამოვიყენე ესეთი მეთოდი. არც ისე ძველი და არც ისე ახალი მეთოდი. ზოგისთვის უცნობი, ზოგისთვის ნაცნობი მეთოდი. ზოგი ჩაულებრივი ესა ხისიმით ხის დიდ ჩაუდებს და შემდგომ ჩაუდებს თივის ბალიშებს და ასეთ ფონავს. ხოლო მე დავთქმე წელს აი ასეთი მეთოდით. თქვენ კაცში ხედავთ. ეს არის აი მაგალითად ოთახებს შორის რომ აყოლებენ ხოლმე პენოპლასტებს. და განახოთ პენოპლასტია მაგარი. არის მწვანე, რომელიც უფრო ეს არის რბილივით არის და სუსტია და ტყდება. ეს არის მაგარი პენოპლასტი. ესე იგი. ეს პენოპლასტი ვიყიდე მე ასე დიდები იყიდება. დიდი იმის ზონები აღარ მახსოვს ზუსტად თლიანების. ძვირი არ არის, იაფია სხვადასხვის. 4 პენოპლასტი ეს რო ვიყიდე, გამოვიდა სადღაც 18 ცალი. 18 ცალი ასეთი, აი ასეთი. ამის ზომებსაც გეტყვით, 18 ცალი ასეთი და ორივე მხრიდან, ანუ რო შევეწროებთ ჩარჩოებს. სკაში ორივე მხრიდან ესაჭიროება ეს. თუ გვინდა რომ მივიღოთ კარგი შედეგი, როდესაც ზამთარი დამთავრდება და გამოზაფხულდება. ამას ჭრით ჩაულებრივად, თუ დას გაგაქვთ, მალე ჩამოჭრით, თუ ესა ჩაულებრივი ის დანები რო არის. მალე არის დანა, ჩამოჭრით იმას. 100 მეგობრებო, 100 არის. აი ასე. სიგრძეზე მოგეხსენებათ, ეს არის 45 სანტიმეტრი. სიგანი არის 30 სანტიმეტრი. 30-დან დიაკლია ცოტა 30 სანტიმეტრი. სხვებისკა შეიძლება უფრო მეტი იყოს, უფრო ნაკლები. ახლა ეს ჩემს კაზე არის გათვლილი და პირდაპირ ეჭედება შეიძლება და კარგად ჩადის ასე ვთქვით. 45-35. ჩაულებრივად მალე არის დანეთ. დავჭრით ამას და შემდგომ მოგეხსენებათ ფუტკარი ღრნის შეუძლია დაღრნას, გამოხსნას და კიდევაც გავიდეს მეორე მხარის მერე. ამიტომ ჩვენი ფუტკარმა რო არ დაღრნას ეს ჩვენი პენოპლასტი, უნდა შემოვაგრათ სკოჩი. ხედავთ ალბათ სკოჩია შემოგრული ზე. ან შეგვიძლია ცელოფნები, ერთჯერადი ცელოფნები რომ არის, ხო იცით? იმას შემოვაგრავთ და იმას დავუმაგრებთ სკოჩით. ან ასეთ ვარიანტში სუნთლიანად გადავახოთ სკოჩით და ამას ჩაუდევთ პირიქით. ეს არც ჰაერს ატარებს, არც არაფერს, რაც ძალიან კარგია. ზამთარში ფუტკარმა სითბო რომ შეინარჩუნოს, შემჭიდროვე იქნება მასთან, ანუ მაქსიმალურად მიწვევთ ჩარჩოებს და მაქსიმალურად ჩავდით ამას ახლოს და შეეკრება გუნდი მათ შორის და შეინარჩუნებს სითბოს. ეს აუცილებელია, რომ შემოვახვიოთ მას ესა სკოჩი, თორე დაგვეღნეს ფუტკარი. მოდი ახლა სკაზეს დაგანახებთ ჩაულებრივად. წამომძანდით. სკაზეს დავნახოთ ახლა ეს. აი ჩემო მეგობრებო, სკაზეც ასე განახეთ. როგორ უნდა ჩაიდოს? ჩვენ ახლა ცოტა სავალალო მდგომარეობაში ვართ. ჩვენი ფუტკარი ცოტა შემცირებულია. მოგახსენეთ და ვილაპარაკე ტკიბის მუტაციაზე ფაროსანას წამალზე და გთხოვთ, აი აქ თუ გინდათ ჩაგიგდებთ, იქნება აღწერაში ბმული და თუ დაგაინტერესდებათ, გადადით და უყურეთ. არ არის მაგაზე პრობლემა. ახლა აქაც აგიხსნათ. მაქსიმალურად შევავიწროეთ, სადაც ახლა რომელ ჩასუზედაც თაფლი იყო კარგად და ასევე დედაფუტკარი განსაკუთრებით მასზე იყო. ახლა მართალია ბარტყი აღარ უნდა ყავდეთ, მაგრამ სადაც ბარტყი იყო
ის დაუდევით, ისეთი ღალიანობა იყო, მაშინ არ ყავდათ ბარყი და ახლა რას გააფიჭინეს ფეხები, მე ვერ გავიქი. ხო და ასე მაქსიმალურად შევობეჭროვით. აქეთ რაც მორჩა, რამკები, აქეთ მოგეხსენებათ, დავაწყოთ აქეთ მხარეს. ჩვეულებრივად იქნება შეგნი, არც მკილი მიეპარება, არც სხვა რაიმე გააფუჭებს მას. და ნუ შეგეშინდებათ იმისი, რომ აქ გადმოვა ზამთარში ფუტკარი. არამც და არამც. აქ ფუტკარი თქვენ ვერ დაინახავთ. ახლა თუ რამე უნდათ მათ ისინი ჯერ მაინც სითბოა მოძრაობს სკაში ფუტკარი და გადადის იქ, ან თაფლს გადმოიტანს იქიდან, ან რაიმეს გაივლის გამოივლის. აქ ჩვეულებრივად, როდესაც სიცივე იქნება, ისინი დედა ფუტკარი მთავარი აქ არის, ხედავთ უკვე კადრშიც რანაირად არის. აქ ჩვეულებრივად შეკრავს ის გუნდს, გუნდი იქნება აქ მაქსიმალურად ყურადღება ექნება თამაზე. თორე ამის ქვეშ მოგეხსენებათ, გასაძრომები არ გაძვრებიან, გამოძვრებიან, ეს ჩოული ეს არის პროცესია. გინდი ასე დათმუნეთ, გინდი ისე დათმუნეთ, ფუტკარს თუ უნდა მაინც გაძვრება. ამას ქვევიდან მოგეხსენებათ საჭიროა და არა კიდევაც ეს გასაძრომი და ეს არ შეგეშინდეთ მეგობრებო, ჩატოვეთ ეს გა თუ გინდათ ამოიღეთ, თუ გინდათ ჩატოვეთ, ახლა მკილიც არ მეიკარება არაფერი. თუ ფუტკარსაც დაჭირდება რაიმე, გადავა და გადმოიტანს. ასე რომ თქვენი თვალით ხედავთ, ამაზეც ამ ფირფიტებზეც მომდევნო ვიდეოში აუცილებლად ვილაპარაკებ, ვისაუბრებ და ასეთი თემაში ვარიანტში დავთმოთ ჩვენივე ფუტკარი. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, აქ subscribe-არე, წითელი ღილაკი, გამოწერას დააჭირეთ, გამოეწერთ, მე ცოტა мотиваცია მომეცემა, რაღაცა გამომწერს რომ დავინახავ, ხალხი მიყურებს და ძალიან გამეხარდება. კარგით მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე თუ რაიმე და გაინტერესებათ, აქ კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, არ მაქვს დახურული კომენტარების სივრცე და გამოიწერთ ჩემს არხს. კარგით მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.